ფენომენალური მოვლენები. მსოფლიო ოკეანეები იმდენად იდუმალი და ბოლომდე შეუცნობელია თავისი საიდუმლოებებით, როგორც კოსმოსი. ადამიანის გონებას კი არ შეუძლია იმ ყველაფრის გაცნობიერება, რაც ჩვენს პლანეტაზე რეალურად ხდება. ეშმაკის ზღვა. ეგრეთ წოდებული ეშმაკის ზღვა წყნარ ოკეანესთან მდებარეობს, კუნძულ მიაკის მიმდებარედ, რომელმაც იაპონური ხომალდებიდან 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე წაიღო, რამ განაპირობა მათი გაქრობა დღემდე უცნობია. იაპონური ატლანტიდა. 1986 წელს მყინვარებმა იაპონიის სამხრეთით, კუნძულ იანუგუნთან აღმოაჩინეს რიგი სტრუქტურები, მათ შორის პირამიდები, იონაგუნის ძეგლი, 5 ეკლესია, სტადიონი და ციხის ნანგრევები. მეცნიერებს ჯერათ, რომ ეს დაკარგული ცივილიზაციის ნაშთებია. ამ პრეისტორიული ობიექტის ირგვლივ უამრავი საიდუმლო და თავსატეხია. გემი მოჩვენება. კაპიტანმა მორჰაუსმა 1872 წლის 4 დეკემბერს კომერციული მცურავი გემი აღმოაჩინა. გემი იყო მიტოვებული და მასზე სულიერი არავინ ჩანდა. მისი და მასზე მყოფი მგზავრების გაუჩინარების ამბავიც ერთ დიდ საიდუმლოს წარმოადგენს და გემი მოჩვენების სახით დიდი გადაუჭრელი საიდუმლო შეემატა კაცობრიობის ისტორიას. მაიაკ ეილონის შუქურა. 1900 წლის 15 დეკემბერს კუნძულ ფლანანზე, შოტლანდიაში, უკვალოდ დაიკარგა მაიაკ ეილონის შუქურას 3 დამკვირვებელი. რამდენიმე დღით ადრე გემებიდან, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვის წყლებში ცურავდნენ, მოდიოდა სიგნალი, რომ შუქურა აღარ ანათებდა. ცუდი ამინდის გამო გემიდან გესპერუს რამდენიმე დღის შემდეგ იქნა გაგზავნილი ადამიანები დასაზვერად. გემის ბორტზე იმყოფებოდა აგრეთვე ჯოზეფ მური, შუქურას მთავარი დამკვირვებელი. ამ გამოცანის განხილვისას კოლეგებთან ერთად მან ვერ მოუძებნა ლოგიკური ახსნა იმას, თუ რატომ არ ანათებდა შუქურა. ისინი ნაპირზე გადავიდნენ მის შესამოწმებლად. მური ყველა თავის თანამშრომელს კარგად იცნობდა. ესენი იყვნენ თომას მარშალი, დონალდ მაკარტური და ჯეიმს დუკატი. ისინი გამოცდილი დამკვირვებლები იყვნენ. კეთილსინდისიერად ასრულებდნენ სამუშაოს და არასოდეს ვარდებოდნენ პანიკაში, კრიტიკულ სიტუაციებში. როდესაც მურმა ბოლოს ნახა, ისინი სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში იყვნენ. როდესაც გემი კვლავ მივიდა ნაპირზე, სადაც დამკვირვებლები დატოვა, შეამჩნიეს, რომ მათთან შესახვედრად არავინ მოვიდა და არც სასიგნალო შუქურა ანათებდა. პირველი ნაპირზე ჯოზეფ მური გადავიდა და შუქურისკენ გაიმართა. დამკვირვებლების ოთახში შევიდა. იგი ცარიელი აღმოჩნდა. მან ნახა ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერი 14 დეკემბერს იყო გაკეთებული. დამკვირვებელი აღწერდა, რომ კუნძულის გარშემო შტორმი მძვინვარებდა. ეს სრულიად დაუჯერებელი იყო, რადგან იმ ღამეს ამინდის შესანიშნავი, ხოლო ზღვა 7 იყო. მურმა სასწრაფოდ დაიწყო დამკვირვებლის მოძებნის ორგანიზება მთელი კუნძულის ტერიტორიაზე, მაგრამ უშედეგო.